იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯა მელონი მისსავე ინიცირებულ რეფერენდუმში მარცხი აღიარა, რომელიც სასამართლო რეფორმას ეხებოდა. თუმცა, მიუხედავად შესუსტებული პოზიციებისა, გადადგომას არ გეგმავს. განწყობები იმ ვიდეო მიმართვაშიც იკითხებოდა, რომელიც რეფერენდუმის შემდეგ პრემიერმა გაავრცელა. ჩვენმა მთავრობამ გააკეთა ის რისი დაპირებაც საარჩევნო პროგრამაში გასცა, მოეხდინა სასამართლო სისტემის რეფორმირება. ჩვენმა მოქალაქეებმა გააკეთეს საკუთარი არჩევანი და ჩვენ, როგორც ყოველთვის, პატივს ვცემთ მათ ნებას. რა თქმა უნდა, რჩება სინანულიც, რადგან ეს დაკარგული შესაძლებლობაა იტალიის მოდერნიზებისთვის. თუმცა ეს არ ცვლის ჩვენს მიდგომებს, რომ გავაგრძელოთ ძალისხმევა ერის კეთილდღეობისთვის. ვაგრძელებთ როგორც ყოველთვის პასუხისმგებლობით, მოწადინებითა და პატივისცემით იტალიელი ხალხისა და იტალიის მიმართ. ჯორჯა მელონის სასამართლო რეფორმას ამომრჩეველმა უარი მთელი 55%-ით უთხრა. ცვლილებების მომხრეებმა 45% შეადგინა. ამომრჩევლის აქტივობა რეფერენდუმზე მოსახლეობის თითქმის 60% იყო. რეფორმის გატანის შემთხვევაში ცვლილებები იტალიის სასამართლო სისტემაში კარიერული საფეხურების დაყოფას ითვალისწინებდა პროკურორებისა და მოსამართლეებისთვის, რაც მაგისტრების უმაღლეს საბჭოს ორ დამოუკიდებელ ორგანოდ ჩამოაყალიბებდა. გათვალისწინებული იყო ახალი დისციპლინარული სასამართლოს პრაქტიკის შემოღებაც. რეფორმის მომხრეები თვლიდნენ, რომ ამგვარი ცვლილება იტალიის შენელებულ სამართლებრივ სისტემას გაუმჯობესებდა. იდეის მოწინააღმდეგეები კი მიიჩნევდნენ, რომ ის მოსამართლეების დამოუკიდებლობას რისკის ქვეშ დააყენებდა. პარლამენტმა მემარჯვენე ცენტრისტული კოალიციის პრემიერის ამ რეფორმას 2025 წლის ოქტომბერში უყარა კენჭი, თუმცა ვერ შეძლო საკმარისი 2/3 მოპოვება, რაც მელონის მთავრობას საყოველთაო კენჭისყრას თავიდან აარიდებდა.